მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემ ტაროლოგიურ ეზოთერიულ არხზე. დღეს გვექნება ინფორმაციის მიღება სამყაროსგან, ის რაც მნიშვნელოვანი არის და ზოგადად საერთო კუთხით რაც იქნება ინფორმაცია მოწოდებული სამყაროსგან. ის რაც მნიშვნელოვანი ასპექტები იქნება სამყაროში ახლოს პერიოდში. არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ. ნახოთ რა ინფორმაცია წამოვა არსებულ სიტუაციაში. რა მნიშვნელოვანი ინფორმაციები არის, რა იქნება სამყაროში ახლოს პერიოდში. მნიშვნელოვანი ასპექტები. პირველივე ინფორმაცია, რაც მომდის, აქ რაც არის ნაჩვენები, ეს არის კონკრეტულად ქალთან დაკავშირები იქნება რაღაცა გახმაურებული ამბავის სიტუაცია. კონკრეტული ქალის ირგვლივ, ქალის თემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი, რაღაც ამბავი მნიშვნელოვანი, რომელიც საკმაოდ ისეთი, როგორ ვთქვა, მასშტაბური დონე შეიძლება იყოს, ხო, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საგანგაშო სიტუაცია შეიძლება იყოს. მეორე ასპექტი, რომელიც ინფორმაციულად მოდის, რა ინფორმაციები იქნება გახსენით ინფორმაცია. ახლა ეს პერიოდში მიჩვენებს, რომ კონკრეტულად იქნება წყლის სტიქია, უფრო მეტად იქნება აქტიური, უფრო მეტად იმძლავრებს წყლის სტიქიის თემა. რაღაცა კონკრეტული შეიძლება ან წყალდიდობის თემა იყოს, ან წყალთან დაკავშირებული რაღაცა სიტუაცია, რომელსაც ძალიან ისეთი უსიამოვნო შედეგები შესაძლებელი არის მოყოს. აი, წყლისა და მიწის სტიქიის ერთად გააქტიურებას მიჩვენებს, შეიძლება გარკვეული კუთხით ეს რაღაცა მეწყერული წარმონაქმნი ან წყლის და მიწის ერთად აქტიურ ფაზაში ყოფნას მიჩვენებს. კიდევ რა იქნება სიახლეები. საქართველოს კუთხით რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული მასშტაბურ დონეზე, რაღაც ახალ სიახლის თემაში გავალთ, რაღაცა კარგი სიტუაციისკენ ზრა იქნება. კონკრეტული შეიძლება შეთანხმება და ვარქვათ კონკრეტული რაღაც სიტუაცია, რომელიც საქართველოსთვის საკმაოდ კარგი და გამოსადეგარი იქნება, აქ რასაც მიჩვენებს. მოდით მაშინ ეს გავაკეთოთ. გახსენით ინფორმაცია, რაც იქნება მნიშვნელოვანი კუთხით, რაც იქნება წარმოებული მნიშვნელოვანი კუთხით, რა იქნება ინფორმაცია მოცემული. უახლოეს პერიოდში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ზოგადად უმეტესობა თქვენგანმა ტრანსპორტირების სიტუაციაში, აი რაღაცა კონკრეტული გზის თემაში შესაძლებელი არის იყოს რაღაც სანერვიულო თემები, ესე ვიტყოდი, ხო, რაღაცა ავარიის მსგავსი სიტუაცია შეიძლება იყოს, სადაც დაზიანდნენ გარკვეული სახის ადამიანების კატეგორია. უსიამოვნო ფაქტორია ეს რაღაცა ტრანსპორტირების თემასთან დაკავშირებით ამოდის უსიამოვნო ფაქტორი. ზოგადად აქ რაც ამოდის ინფორმაციები ძალიან დიდი აგრესიისა და ნეგატივის პერიოდში არის, ზოგადად რა თქმა უნდა სამყაროც, მაგრამ აი საქართველოს კუთხითაც თუ შევხედავთ სიტუაციებს, ძალიან დიდი, როგორ გითხრათ, შურის თემები არის ცირთადად ასპექტის მდგომარეობაში. ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვები დააზიანონ უფრო მეტად გააქტიურდება რაღაცა, აი გახმაურებული ამბავის კუთხითაც შეიძლება იყოს კონკრეტული
ადამიანის დაზიანების ფაქტორი ან შეიძლება მკვლელობამდე მისული სიტუაცია ძალიან სასტიკი კუთხით იყოს გამოხატული ეს ყველაფერი. დადებითი კუთხით გახსენით ინფორმაცია. რაიმე დადებითი კუთხით იქნება ნაჩვენები უახლოეს პერიოდში, ის რაც შეიძლება დამაიმედებელი იყოს. აქ დადებითი კუთხით რო ვეკითხები, რაიმე თუ იქნება თქო კონკრეტულად დადებითი თვალსაზრისით, ერთადერთი, რაც ინფორმაციულად ამოდის, აი ისევ და ისევ ეს რაღაც ქალის სიტუაციასთან დაკავშირებით, ქალის რაღაცა წარმატება შეიძლება დავარქვათ, რაღაცა ისეთი განხორციელებული, ან შეიძლება ის იყოს კანონის სიტუაცია, შეიძლება იყოს რაღაცა სპორტული მსვლელობა, ანუ კონკრეტულად ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქალი, რომელიც ქართველი ხალხისთვის კარგ სიტუაციას მოიტანს. ანუ ქალის მხრიდან ჩართულობის ფონზე რაღაც სასიხარულო თემის განხორციელება იქნება. კიდევ მნიშვნელოვანი ასპექტი გახსენით, რა იქნება. სიტუაციური კუთხით ინფორმაციულად გახსენით. მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც იქნება საქართველოს სიტუაციების დაკავშირებით, ეს კუთხით ინფორმაციული კუთხით გახსენით ინფორმაცია. რა იქნება? მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ კანის თემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში შესაძლებელი არის გააქტიურდეს კანის თემებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არ ვიცი, რაღაცა ინფექციური სიტუაცია იქნება თუ რაღაცა მსგავსი, აი კანზე გამონაყრის თემა, გამონაყარი და ეს რაღაცა კონკრეტული ვირუსის მსგავსი რაღაც ინფექციური სიტუაციები კანის თემასთან დაკავშირებით შეიძლება იფეთქოს გარკვეული სახის ტალღამ. უახლოეს პერიოდში და ამასაც მიაქციეთ ყურადღება, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ კონკრეტულად მზესთან დაკავშირებით, დამწვრობების კუთხით. და ეს რაღაცა ინფექციური თემები მოდის კონკრეტულად კანის თემებში, გამონაყარი, ქავილი, რაღაც ვირუსული ინფექციური, აი ხედავთ ხო რა დღეში არის ანთელი. ამას მიაქციეთ ყურადღება. ძირითადად ისევ ამოდის კონფლიქტური სიტუაცია, დაძაბულობები, ვითომ მიძინებული სიტუაცია, მაგრამ ისევ იფეთქებს რაღაცა დაძაბულობა, შეტაკების ფაქტორები. ასევე იქნება ქუჩაში თავდასხმა, შესაძლებელი არის მკვლელობის ფაქტორიც. რაღაცა სასტიკად გასწორების სიტუაცია. ისეთ შთაბეჭდილება რჩება ამ ეტაპისთვის საკმაოდ დიდი გამოცდის წინაშე ვდგევართ ზოგადად საქართველოში მყოფი ადამიანები და ქართველები და ერთგვარი რთული გამოცდა არის, რომელსაც დიდი ალბათობით გადავლახავთ თუ მეტად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. აი ეს ყველაფერი სირთულეები, პრობლემები, კონფლიქტები რაც ხდება, რაღაცა უკეთესობისკენ მზადების პოზიცია გვაქვს. თითქოს გამოღვიძების პერიოდი არის, ყველა ნელ-ნელა იღვიძებს რაღაც სიტუაციაში, გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას. სხვა წლებთან შედარებით ახლა ინფორმაციულად რასაც უყურებ, ხო, გინდა საქართველოს სიტუაციას, გინდა ზოგად სიტუაციების კუთხის სოფლიო სიტუაციებს, იმდენად, როგორ გითხრათ, არასტაბილური ენერგიები არის ნაჩვენები და იმდენად ცვალებადი პოზიციები არის ნაჩვენები, ერთ მომენტში ძალიან ცუდი სურათი არის წამოსული, მეორე მომენტში თითქოს რაღაცა იცვლება, მერე ისევ რაღაც ცუდი სურათი. ამიტომ წინასწარ გაჟღერება რაღაც კონკრეტული სიტუაციების არ მინდა, მაგრამ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია ყველა ვარიანტში იქნება. დიდი რაღაცა კონფლიქტური შეტაკება საქართველოს კუთხით, დაძაბულობა, ფიზიკური გასწორების თემები, ეს რაღაცები ახლა უახლოეს პერიოდში საკმაოდ იმძაფრებს ეს ყველაფერი.
ასევე რაღაცა სასწავლებრივი სიტუაციის ინფორმაციასაც გაიგებთ უახლოეს პერიოდში სასწავლებრივი მომხდარს თემას. Რაღაცა სასწაულის სიტუაცია იქნება ნაჩვენები, რომელიც მოხდება. საკმაოდ გამაუცებელი იქნება ზოგადად ხალხისთვის. შოკის მომგვრელი თემა იქნება, რომ ეს როგორ რანაირად ხო რაღაცას გავრცელებული თემა იქნება, გავრცელდება ეს ინფორმაცია. მთლიანობაში ახლა თუ შევხედავთ იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ისეთი არასტაბილური და უარყოფითი ენერგიების მაჩვენებელი არის მაინც ძირითად ასპექტში შეიძლება თქვათ, რომ რატომ მაინც და მაინც ცუდი, მაგრამ რასაც აჩვენებს ინფორმაციულად იმას ვამბობ. უბრალოდ სხვანაირად არ გამოდის. მაინც რაღაცა მომენტში იმედის ფაქტორები არის. ანუ განადგურების თემა და რაღაც ნამდვილად არ გველოდება. მაგრამ ჩვენივე ცოდვების გამო გვიწევს ამ ყველაფრის დამუშავება ცოტა მტკივნეული კუთხით, მაგრამ მაინც. საბოლოო ინფორმაცია, რომელიც უნდა გავაჟღერო, რაც ჩემი მხრიდან საჭირო არის, გახსენით ინფორმაცია. იფეთქებს რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია, რაღაც კონკრეტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებით, რაც მოდის ინფორმაცია, სადაც ხალხის ჩათრევის სიტუაციები არის, ხალხის მოტყუება, დაზარალების ფაქტორი, ეს რაღაცა კონკრეტული დაჯგუფების მხილების პოზიცია იქნება, სადაც ხალხი იძულების პოზიციაში იყო, ასე ვიტყოდ, სადაც ხალხს ითრევდნენ, ატყუებდნენ, აი ამის რაღაცა გახსნის თემა იქნება, ესეც ანალოგიურად. ცოტა გრძელი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში საბოლოოდ მაინც ყველაფრის მიუხედავად საქართველო და ქართველები მეტნაკლებად მაინც დაცული ვართ სხვა ეროვნებასთან და ხალხთან დაკავშირებით. ისურვებ წარმატებას, ნახვამდის ეს იყო ყველაფერი, რაც საჭირო იყო, რომ გამეზიარებინა თქვენთვის.